Სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელების მოპყრობას აღწერს. აქტივისტი წერს მის ბინაში ორი ჩხრეკის შესახებ. ჯგუფ დაიტოვეს დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი ყვება, რომ ჩხრეკის დროს მის სახლში შესულმა ორმა ქალმა პოლიციელმა მას სრულად გაშიშვლება მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ სრულად გაშიშვლებისა და ბუქნების იძულებაზე არაერთმა ქალმა განაცხადა. ნენსი ვოლანდი მძიმე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ყვება და პაუზის აღებას აპირებს. აქტივისტის წინააღმდეგ რეჟიმს სისხლის სამართლის საქმეც აქვს აღძრული. არაადამიანური მოპყრობა, ძალადობა, ტერორი. ეს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ქმედებებია, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდი 1 თებერვალს საკუთარ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ღიად საუბრობს. Facebook ჯგუფის დაიტოვეს დამფუძნებელი იხსენებს, თუ როგორ ვითარდებოდა მისი სახლის ჩხრეკისას მოვლენები. მისი თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და შემდეგ პირადი ჩხრეკისას ქალმა პოლიციელებმა მასთან საცმლის სრულად გახდა მოსთხოვას. როცა შემოვიდნენ, უკვე ისე მოხდა, რომ ისედაც ქაოსი იყო, ჩემს ადვოკატსაც ვერ დაველაპარაკე, ეგრევე შემოვიდა ორი ქალი პოლიციელი და მითხრეს, რომ პირადი ჩხრეკა უნდა ჩაატარონ. მითხრეს, რომ უნდა გავშიშულდე და როცა ვკითხე რატომ, წესი არის ასეთიო. და რაღაცნაირად დავიბენი, არც ვიცოდი, მე არ ვიცოდი ჩემი უფლებები. ეს იყო აი პირველი ფსიქოლოგიური ძალადობა ჩემზე, იმიტომ რომ მთელი დანარჩენი პროცესის მანძილზე თამდევდა ეს რაღაცნაირი, არ ვიცი, უსამართლობისგან, უსუსურობის და რაღაცნაირი ესეთი შეგრძნება. ნენსი ვოლანდის პოსტის შემდეგ ალაპარაკდნენ სხვა რეჟიმისგან ძალადობის მსხვერპლი ქალებიც. ერთ-ერთია ნუცა მახარაძე, რომელიც რესტორან ბაბილოსთან დააკავეს და დაკავების შემდეგ შესახლების დროს ქალმა პოლიციელებმა მასაც გაშიშვლებისკენ მოუწოდეს. ჩემი დაჭერა 12 იანვარს მოხდა რესტორან ბაბილოსთან. დაჭერის შემდეგ გადამიყვანეს ძირკმის მესამე იზოლატორში. აი ეს პროცედურულ ნაწილში იყო ასე სრულად უნდა გაშიშვლებული ყავი და ეს უნდა შეემოწმებინა. წესი იყოს ძალიან შეურაცხყოფელი და ძალიან ესეთი რა ქვია, უსიამოვნო, მაგრამ იმ წუთას მე არ ვიცოდი, რომ მე შემეძლო მქონდა უფლება, რომ წინააღმდეგობა გამეწია. წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა. ასე აფასებს ყოფილი სახალხო დამცველი ნენსი ვოლანდის სახლში განვითარებულ მოვლენებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის და ჩხრეკისას გაშიშვლების თემა ომბუდსმენის ანგარიშებში აქამდეც ასახულა. გაეროს და ევროსაბჭოს სტანდარტებით სხეულის სრული გაშიშვლება და სხვადასხვა მოქმედებების დავალების შესრულება ქალის მიმართ განსაკუთრებით უტოლდება ღირსების შემლახავ მოპყრობას და არის აკრძალული. ეს პრაქტიკა არის უბრალოდ უკანონო. ჩემი სახალხო დამცველობის დროსაც ამ ინფორმაციას ვიღებდით პატიმრებისგან. რეჟიმი არინდობს არავის, ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, მათ შორის არც ქალებს. პოლიციისგან ძალადობის მსხვერპლი იყო მზია ამაყლობელიც, რომელსაც მისი კოლეგების გადმოცემით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ირაკლი გებუაძემ დაკავების შემდეგ სახეში შეაფურთხა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ტუალეტით სარგებლობის საშუალება არ მისცა. ამ დრომდე არ დასჯილა არც ერთი მოძალადე სამართალდამცველი. ჯერჯერობით არ დაწყებულა გამოძიება ნენსი ვოლანდის საქმეზეც.